პატრიარქ ილია მეორეს თუ გახსოვთ, ნათქვამი აქვს ამგვარი რამ. მეო ბოლო ჟამის პატრიარქი ვარო. იმ ხანად, როცა ეს თქვა ილია მეორემ, ბევრმა ასე წაიკითხა, რომ აი მეო ბოლო პატრიარქი ვარო და ჩემ შემდეგ კი დაიწყება მეორედ მოსვლა. მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ და გაწუნოთ, რომ მეორედ მოსვლა როგორ გავბედო ახლა მორწმუნეები შემომიტევენ, მაგრამ მეორედ მოსვლა, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ იქნება. ბევრი რამ უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ მოხდეს მეორედ მოსვლა მაცხოვრისა. ახლა უკვე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მე მგონია, რომ პატრიარქ ილია მეორე შესაძლოა, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, გულისხმობდა იმას, რომ ის არის ბოლო პატრიარქი. ერთი არის საქართველოს ბოლო პატრიარქი. ჩვენ მგონია შემთხვევები ისტორიაში, როდესაც საქართველოში პატრიარქის არ ყოფილა. მაგალითად 1811 წლიდან. მაგალითად. მოკლედ, მე მგონია, რომ პატრიარქ ილია მეორე გულისხმობდა იმას, რომ ის არის ბოლო პატრიარქი, ანუ საქართველოს ეკლესიაში დაიწყება დიდი განხეთქილება. იცით თქვენ, რომ სინოდი შეიკრიბა, სინოდმა გამოარჩია პატრიარქობის 3 კანდიდატი, მეუფე შიო, მეუფე გრიგოლი და მეუფე იობი. ამ ორ უკანასკნელს 7 ხმა აქვს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთი რომელიმე კანდიდატი გავა მეორე ტურში, თუმცა ეს მეორე ტური შესაძლოა არც ჩატარდეს, თუ 20 ხმას შეინარჩუნებს მეუფე შიო, ეს უკანასკნელი გახდება პატრიარქი, შესაბამისად მეორე ტური არც იქნება საჭირო. მაგრამ უკვე ამის შემდეგ დაიწყო ის პროცესები, რომლებსაც ვადევნებთ თვალყურს, ასე მაგალითად ზენონი არაჯულმა თქვა, რომ მეუფე შიო საშიშიაო საპატრიარქოსთვის, ეკლესიისთვისო. ეხლა ბევრი ამას დაეთანხმება, ბევრი არ დაეთანხმება, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლესი სასულიერო იერარქი აკეთებს ამ განცხადებას ღიად. აღარ ვლაპარაკობ ისაიას განცხადებაზე, ეპისკოპოს ისაიას განცხადებაზე, აღარ ვლაპარაკობ სხვათა განცხადებებზე, აგრეთვე იმასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, რომ მეუფე იობის დიპლომი გამოჩნდა, მე მგონი თუ არ გამოჩნდა, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ დადასტურდა, რომ მას დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია, დადასტურდა, თუმცა დიპლომი როგორც ასეთი ფიზიკური ქაღალდი არც გამოჩენილა, რამდენადაც მე ვხვდები, მაგრამ დიპლომი არ არის მთავარი, საღვთისმეტყველო განათლება აქვს თუ არა. თავიდან დავიწყოთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, პატრიარქ ილია მეორეს თუ არ გახსოვთ, მაინც და მაინც რომელ წელს თქვა, როდის თქვა, რა ვითარებაში, რა კონტექსტში თქვა, მე გაგახსენებთ იმას მაინც, რომ პატრიარქ ილია მეორეს ნათქვამი აქვს შემდეგი სიტყვები. მეო ბოლო ჟამის პატრიარქი ვარო, მაშინ იმ ხანად და უკვე წლების განმავლობაში ბევრმა წაიკითხა ილია მეორეს ეს განცხადება, ეს სიტყვა, ასე რომ მეორედ მოსვლა იქნებაო, ჩემ შემდეგო. ასეთი ინტერპრეტაცია, ასეთი განმარტება მიეცა მის სიტყვას. პატრიარქ ილია მეორე მაღალზე მაღალი ალბათობით ამას არ გულისხმობდა. ის გულისხმობდა უფრო იმას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ალბათ მაინც, ყველა სიტყვას ვარჩევ, ალბათ მაინც ვერ ეყოლებოდა ერთიანი საქართველოს არ ეყოლებოდა ერთი კათალიკოს პატრიარქი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, დაიწყებოდა ერთგვარი განხეთქილება უშუალოდ საპატრიარქოში. სიმართლე გითხრათ, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობდი, რამდენიმე კვირის წინ პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ასე ვაანალიზებდი, თუ შიო არ იქნება, პატრიარქი არ იქნება, ხაზს უსვამ, ამ შემთხვევაში შეიძლება მართლაც დაიწყოს ეს სქიზმა, შესაძლოა ჰქვია ამას, შესაძლოა განხეთქილება ჰქვია, უფრო ზუსტი ტერმინია, ალბათ ყველასთვის გასაგები, განხეთქილება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ნებისმიერი სხვა, მაგალითად იობი ან გრიგოლი, აღარ გამორჩეულნი არიან ისინი, 3 კანდიდატს შორის არიან ეს ორი უკანასკნელი. აი გრიგოლი რომ გახდეს, ამ შემთხვევაში შიოს მაინც 20 ეპისკოპოსი უჭერს მხარს და 19 და თვითონ მე-20-ია. და შესაბამისად გრიგოლს არ დაემორჩილებიან, პირობითად გრიგოლს, ან ნებისმიერ სხვას. ამას ვფიქრობდი, ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ უკვე ბოლო ხანს, ბოლო პერიოდში
სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მას შემდეგ რაც ეპისკოპოსები, უმაღლესი სასულიერო იერარქები აკრიტიკებენ მეუფე შიოს და აგეს ზენონი არაჯულმა ისიც კითხვა, რომ შიო საშიში იქნება საქართველოს საპატრიარქოსთვის, ეკლესიისთვისო, უკვე მგონია, რომ შიოსაც არ აღიარებს გარკვეული ნაწილი ეპისკოპოსებისა. სწორია ეს, არ არის სწორი, ამაზე არ ვილაპარაკებ თქვენი ცნებართვით. ანუ ეს შეიძლება ეს რეალობა დადგეს, რომ უხეშად, ძალიან უხეშად 15-მა ან 12-მა მაგალითად ეპისკოპოსმა ძალმოსილება შიო მუჯირისა არ აღიაროს ამ უკანასკნელის პატრიარქად არჩევის, პატრიარქად მართლა გამორჩევის შემთხვევაში შიო თუ ასე გაგრძელდა, შიო გახდება კათოლიკოს პატრიარქი 152, მაგრამ გაგრძელდება კი ასე? თუ ზოგიერთი ეპისკოპოსის მოთხოვნით მაინც ჩაინიშნება ახალი სინოდის ახალი კიდევ ერთი სხდომა, ვიდრე გაფართოებულ სხდომამდე, ეს უკანასკნელი დასჭირდება თუ არა საპატრიარქოს სიმართლე გითხრათ არ ვიცი და ალბათ მაინც უფრო დასჭირდება, რამდენადაც მე ვხვდები და ვიცი. კიდევ ერთი, სადაც ბევრ კითხვას, როგორც ზენონი არაჯული ამბობს, ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი ერთმანეთთან, კითხვები ეპისკოპოსებს აქვთ და ამ კითხვებზე პასუხის მიღება საჭირო და გარდაულა აუცილებელი. რამდენად მოახერხებს სინოდის ახალი სხდომის მოწვევას კი არა, ალბათ სწორი სიტყვა ეს არ არის. რამდენად მოახერხებს, მაგალითად იგივე ხსენებული ზენონი, რომ დაიყოლიოს სხვა მღვდელ ღვთისმსახურები, მაღალი იერარქები, რომ ისინიც იყვნენ ახალი სინოდის მოწვევის მოსურნენი, მათაც მოიწვება ინიციატორები, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მყარი უმრავლესობა, როგორც ასეთი, ერთპიროვნული უმრავლესობა, როგორც ასეთი, შიო მუჯირს უბრალოდ არ აქვს. მე ისიც ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლება თუნდაც ირიბად, სხვათა გამოყენებით უჭერს მხარს სწორედაც რომ შიო მუჯირს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მისი გამარჯვების პატრიარქად კურთხევის შემთხვევაში შეიძლება ინტრონიზაცია არ იყოს როგორც ასეთი სრულყოფილი, ანუ ბევრი უმაღლესი იერარქი სვეტიცხოველში უბრალოდ არ მივიდეს და არ სცნოს, არ აღიაროს შიო მუჯირის ძალმოსილება და თუ ეს ასე მოხდა, შესაბამისად ძალიან კარგად იქნება გაშიფრული თუ გაანალიზებული, რაც გულისხმობდა პატრიარქი ილია მეორე, როცა ამბობდა, რომ მე ბოლო ჟამის, ანუ ბოლო ჟამის პატრიარქი ვარო, როცა ამბობდა, ეს ნიშნავს, აღმოჩნდება, რომ ნიშნავს იმას, რომ ის ბოლო ერთიანი საქართველოს ბოლო კათოლიკოს პატრიარქია და ეს დიდი სქიზმა თუ განხეთქილება დაწყებულია საქართველოს საპატრიარქოში. რა იქნებოდა უპრიანი, მე რომ მკითხოთ, უპრიანი იქნებოდა შემდეგი. შეიკრიბოს ახალი, კიდევ ერთხელ სინოდი, მორიგჯერზე, მოხსნას ყველა ბარიერი, მეუფე დანიელისთვის, მეუფე ისაიასთვის, ხელახლა დადგეს საკითხი სამი კანდიდატის გამორჩევის თაობაზე და მე უკვე ვინც გავა ფინალში, გაფართოებულ სხდომამდე, სწორედ ისინი იყვნენ შიო მოხვდება იმ სამეულში, ახალ სამეულში, ასე ვიტყვი, მაგრამ ამას გააკეთებს თუ არა შიო და მისი ჯგუფი, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, უფრო ზუსტი რომ იყო მჭვრეთ რომ არ გააკეთებენ და შესაბამისად შიო გავა ინტრონიზაციაზე, მაგრამ უხეშად 39 მღვდელმსახურიდან უმაღლესი იერარქიდან შესაძლოა ინტრონიზაციას არ დაესწროს, ანუ არ აღიაროს ძალმოსილება შიო მუჯირისა, უხეშად 14-მა, 15-მა, შეიძლება 17-მა, შეიძლება 10-მა, თუნდაც 7-მა უმაღლესმა იერარქმა, რაც პრობლემა იქნება შიო მუჯირისთვის, რამდენადაც ხვდები ისაიას, დანიელს, ხსენებულ იობს, სხვებს, გრიგოლს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა, სრული შესაძლებლობა აბრაამს, ხო, რომ მიეცეთ სრული შესაძლებლობა, რომ იყვნენ მონაწილეობა მიიღდნენ გამორჩეულნი ამ სამთა შორის, ამ შემთხვევაში ეს იქნება დემოკრატიული მეთქი, მაგრამ აღარ ეს სიტყვა შესაძლოა აღიზიანებს ბევრს, მეტნაკლებად სამართლია, მეტნაკლებად ობიექტური და სამართლიანი ამბავი. ისაიას ისიც თქვენ რომ უწუნებენ, რომ უმაღლესი ღვთის მეტყველების დიპლომი არ აქვს, ისიც თქვენ და
საგას დანიელს მაგალითად უწოდებენ იმას, რომ ის 70 წელზე უფროსია, 71 წლის გახდება მაისის თვეში, თუ არ ვწდები თუ 72 საერთოდ. საღვთისმეტყველო დიპლომი არა აქვს ისაიას ბოდიშვილის შესაძლო არასწორად წარმოთქვი წინააღმდება. მოკლედ ამბავი არის ამგვარი. რას იზამს პირველ ყოვლისა საქართველოს ხელისუფლება უფრო უბიძგებს თუ არა შიოს რომ ახალი სინოდი იყოს მოწვეული და განულდეს ყველაფერი და ყველას ყველაფრის შესაძლებლობა მიეცეს. ეს მე არ ვიცი. ეხლა მე კვლავ იმაზრზე ვარ, გულახდილად გეტყვით რომ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე ასულს უზარმაზარი მისია აკისრია, დაეკისრება, განსაკუთრებით ილია მეორის შემდგომ ეპოქაში, ილია მეორის შემდგომ პერიოდში, ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება, არა მარტო არ უნდა იყოს, არამედ ვერც იქნება მეორე ილია მეორე. აქ მნიშვნელოვანია იქნება თუ არა, ბოდიშვიხტი ცხადია, წანაზარდი საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს ეკლესია, საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისა, იქნება თუ არა მონამორჩილებაში, შიოს არჩევის შემთხვევაში იქნება. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ხომ თქვია, მაგრამ მეც გვძნობ, მეც ხვდები, მეც ასე ვაანალიზებ. ჩემი სიტყვა არ არის ხა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემზე გარკვეულები, ჩემზე მწოდნენი აანალიზებენ ასე და მე მათ ვენდობი. და არადა პოსტ ილიას პერიოდში, ეპოქაში და განსაკუთრებით იმ ქვეყნისათვის, რომელიც ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია, თავარ სიტყვას თავარი ამბიონიდან აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იმიტომ რომ მარტო ღვთის სიტყვა არ უნდა გაავრცელოს უმაღლესმა იერარქმა და შესაბამისად სხვა საღვთო პირებმა, არამედ უნდა გაავრცელონ ერისთვის საჭირო, არა ღვთის სიტყვაც, მაგრამ ერისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიტყვაც ამბიონებიდან ღვთისმსახურებმა და აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის თავარი იერარქი საპატრიარქო ტახტზე, ვინ არის აბრძანებული. შიო ამგვარი, მოდი ასე ვიტყვი პირდაპირ, ანტირუსეთული სიტყვის გამავრცელებელი არ არის. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დავაკვირდეთ ამ პროცესს საპატრიარქოში. მე გულახდილად გეტყვით, რომ მგონია რომ არაფერი არ შეიცვლება. მეცაც გეტყვით, მე მგონია რომ შეიცვალოს და სხვა კანდიდატი იყოს გამორჩეული და სხვა კანდიდატმა გაიმარჯვოს კიდეც, არსებითად არაფერი შეიცვლება. იმიტომ რომ ჰიბრიდული ომი, რომელსაც აწარმოებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების გამოყენებით და მღვდელმსახურების გამოყენებითაც, ამ ჰიბრიდული ომის გაჩერება ასე ვერ მოხდება. სულ რომ არ ვიცი, ყველაზე კარგი იყოს შერჩეული 39 იერარქიდან, 39 ვეს თუ მიეცემა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობისა, წინასწარ არჩევნებში გამორჩევისა. მე მგონი რომ არაფერი არ შეიცვლება. მე მგონი რომ საერთოდ უნდა განულდეს, შეიძლება ხმამაღლა თქვამია, მაგრამ განახევრდეს ავტორიტეტი, რეპუტაცია საპატრიარქოსი და ყველამ კარგად უნდა დაინახოს, რამდენად ბევრი ქართულგვარიანი რუსია შეტენილია ამ საპატრიარქოშიც. მომხვეჭელი ამასთან უმრავლეს შემთხვევაში, რომლებიც თავარი ვისაც ღალატობენ არის ქრისტეს ღალატობენ. მაგრამ ეხლა ეს ჩემი მოსაზრებებია და ამაზე ახლა აღარ გავხურდები. მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ნახვამდის.